თვალთმაქცობს ქართული ოცნება. მე პირადად გონია რომ ეს შეთავაზებოდი რა შეურიგდეთ, გადავფუძლოთ, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. ეს არის სხვა სიტყვა შეიძლება ნიჭიერება კაცმა უიფიქროს, მაგრამ თვალთმაქცობა, ანუ ბლეფი, ანუ ტყუილი. რეალურად არც არაფერი არ უნდა ქართულ ოცნებას, უნდა მხოლოდ ამის დაფიქსირება და როდესაც ვაშინგტონიდან ამგვარ თბილისს არ შეურიგდებიან, თქმა იმისა, რომ აცუდია ეს ყველაფერი. მაგრამ ეს ობიექტური რეალობაა. მოგესალმებით ირაკლი კიდევ ერთხელ მივესალმები თქვენს მაყურებელს, მივესალმები ყველა უსამართლოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ადამიანს, ელენე ხოშტარიას უსურებ გამოჯანმრთელებას და ყველას ინოვკინას ისევე როგორც სხვა პატიმრებს ყველას, ვისაც აქვს ეს ჯანმრთელობის პრობლემა, მივესალმები და მხნეობას და სიმტკიცეს უსურებ მათ როგორც სინდისის, ისე პოლიტიკურ პატიმრებს და ზოგადად ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულ ადამიანს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ძალიან მარტივად და სწრაფად რო დაგიდასტუროთ, დიახ, ასია, მათ არ აქვთ სურვილი რეალურად მართლაც დალაგების, მართლაც მოწესრიგების და მართლაც სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების, იმიტომ რომ ეს არის რუსული ხაზის და რუსული აზროვნების და რუსული პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტი ქართული ოცნება და არავით არის სურვილი არ აქვს რომ ამერიკელებმა ისეთივე სტრატეგიული ინტერესები განახორციელონ ჩვენი ქვეყნის და საკუთარი ინტერესები საქართველოში და შავ ზღვაში როგორც მაგალითად ვითარდება ახლა და განვითარების გზაზეა ის პროექტები, რომელიც თქვენ ახსენეთ სომხეთთან მიმართებით, რა უნდათ ამერიკელებს სომხეთში. არა, შავ ზღვაში თალკენ. რა უნდათ ამერიკელებს სომხეთში. ხო, ირანის საზღვრიდან სხვათა შორის იმ ტრიპის პროექტმა უნდა გაიაროს, სადაც უნდა გაიაროს ასიმეტრია რეალურად სინამდვილეში. იქნება და ისინი ქართული ოცნების ლოგიკა მინდა დავიჭირო. მიჭირს რასაკვირველია, მაგრამ ტრიპი მაინც არ გამოვა. ძალიან სწორად გაქვთ დაჭერილი ეს ლოგიკა, იმიტომ რომ არის არ გამოვა. რუსული ხაზი. რუსული ხაზია, მაგრამ აი ესებს ჯელობენ ვინიც ის და ტრიპი მაინც არ გამოვა, იმიტომ რომ ირანში არის ვითარება 100 მეტრშია ირანიდან. ირანის პრობლემა ვერ მოაგვარა და ფაქტია რომ ვერ მოაგვარა ბოლომდე თუ გნებავთ ასე ვიტყვი შეერთებულმა შტატებმა. შესაბამისად შეერთებულ შტატებს ჩაუვარდება ეს ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. NVIDIA-ს ინვესტიციაზე არ ვიტყვი ახლა არაფერს თქვენის ნებართვით, იმიტომ რომ ეს შეიძლება კარგად აღქმულიც არც აქვს ხელოვნური ინტელექტის თაობაზე ბუნებრივად არა ინტელექტუალურ ძალას და ამბობს რომ მე უალტერნატივო ხდები კიდევ. ჩემი ნაცი, ჩემი განშტოება შუა დერეფნისა არის უალტერნატივო. დაკავშირებადობის კუთხით მე ვარ უნიკალური. ამიტომაც დარბის ხირგიზეთში, ყაზახეთში, არ ვიცი ხირგიზეთში თუ არა, უზბეკეთში, ყაზახეთში, სხვაგან და სხვაგან თორცები ხირგიზეთშიც და ეუბნება რომ ასე წამოიღეთ, ჩემზე წამოიღეთ. ის როდის იქნება? ძმაო. ხო? აი არ არის ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ ძალიანაც სწორია და ძალიანაც კარგია რომ მიმართულებით რეალურად თანამშრომლობენ შუა აზიის ქვეყნებს აქვთ ბუნებრივია ინტერესი საქართველოს გავლით და საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენებით მათი ტვირთების გაზიდვის და შუა კორიდორს, შუა დერეფანს უკაცრავად აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელოვანი დატვირთვა და დიახ საქართველოს თავის საზღვაო ინფრასტრუქტურის არსებობის პირობებში მაინც აქვს სერიოზული ბერკეტები ხელში, რომელიც უნდა იყოს სრულად გამოყენებული. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ძალიან კარგია, რომ ამოქმედება ტრიპის პროექტი, ძალიან კარგია, რომ სომხეთი შეძლებს თურქეთთან იმედი მაქვს უახლოეს მომავალში სავაჭრო კავშირების დაწყებას, აღდგენას და ტვირთების გადაზიდვას, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ასე უნდა
თავიდან ფეხებამდე ესე ვთქვათ უნდა იყოს ჩაფლული აი იმ ხაზის აღსრულებაში და ესე ვთქვათ თანა მონაწილეობდეს, რასაც ქვია ბოროტების ღერძი, ერთი, მეორე ირანთან ბევრი რამ არ დასრულებულა ჯერ, მე ვიტყვი ამას, რომ ვერავინ ვერ იტყვის დადასტურებით, რომ ახლა ეს მოლაპარაკებები ნაკლებად უჩანს მაგის პირი, რომ ჯერ ესეთი არ მოხდება ის, რომ 60 დღეში დასრულდეს, მეორე ესეთი ნოემბრის შემდეგ რა იქნება ნოემბერში შუალედური არჩევნებია, ძალიან მნიშვნელოვანია, სერიოზულად კამპანიობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის ამ შუალედურ არჩევნებს და სავარაუდოდ კონგრესისთვის, როგორც კონგრესისთვის, ისე სენატისთვის და იქ ადგილებისთვის სერიოზული ბრძოლა წარიმართება. არ არის ერთმნიშვნელოვანი, რომ დემოკრატები აუცილებლად მოიგებენ თუნდაც კონგრესში უპირატესობას მიიღებენ და საერთოდ არ არის ერთმნიშვნელოვანი, რომ რეალურად სენატში შეიძლება მოიპოვონ უპირატესობა, მაგრამ და უმრავლესობა, მაგრამ ამასთან ერთად ასევე მინდა გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ძალიან სერიოზული ფოკუსი აქვს სწორედაც რომ აი ჩინეთთან დაპირისპირების კუთხით ირანზე ზემოქმედების და გაძლიერების და წარმატების მიღწევის და მოპოვების. ამიტომ არავინ არ იცის რეალურად ნოემბრის შემდეგ კიდევ როგორ განვითარდება მოვლენები და ნოემბრამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი. ირანსა და ქართულ ოცნებას შორის ეს რაღაცა სასიყვარულო ურთიერთობები და გახსნილი ესე ვთქვათ ქიმია დარწმუნებული ვარ რომ ძალიან სერიოზულად არის დაკავშირებული პირველი ფინანსურ და ეკონომიკურ ინტერესებს ქართული ოცნების, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვუყურებთ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსა და ირანს შორის ნამდვილად არ გამოირჩევა ახლა რაღაცა 300 მილიონამდე არის ჯამში ვაჭრობა და ისიც ირანიდან არის მეტწილად ბუნებრივია იმპორტი და არც უჩანს იმის პირი რომ ის 13000 კომპანია რომელიც არის ირანული დარეგისტრირებული ახლა რაღაც განსაკუთრებულ ბუმს მოახდენს და საქართველოს როგორც ასწლეულების წინ ირანის ელჩმა როგორც ძალიან ქართველები მოგზაურობდნენ თურმე ირანში, ფერეიდანში განსაკუთრებით იყო თურმე ცხოველი ტურისტული მიმოსვლა. ახლაც ეს იქნება ეს ბუმი, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ აფრიკის ქვეყანა ტოგოსთან 800%-ით გაეზარდა საქართველოს ნავთობის ექსპორტი ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ირანთანაც ამ ტიპის თანამშრომლობა იქნება სახეზე. და ეს არის განსაზღვრელი საინტერესო, მაგრამ ისევ და ისევ დაუბრუნდები, ეს არის რუსეთის ხაზის ნაწილი და ამ ჯაჭვში ქართული ოცნება არის ყარად მტკიცედ ჩაბმული და იგივე იმ მულტივექტორულ დიპლომატიაზე, როდესაც საუბრობენ, მრავალვექტორულ დიპლომატიაზე, როდესაც საუბრობენ, სომხეთის მაგალითზე, იგივე შუა აზიის ქვეყნების მაგალითზე, იქ არის ნამდვილად ეს იქ არის სწორედ მულტივექტორულობა როგორც ასეთი. მაგაზე შეგვიძლია ვიკამათოთ რამდენად სწორია, მაგრამ ხო თუ მულტივექტორ, აი მაკაბოჭო ისნობს მაკაბოჭორიშვილს. კი. მაკაბოჭორიშვილი მინისტრი რო არის, თავისთავად მინისტრი რო მგონია ან უწოდებს საკუთარ თავს, ის ამბობს რომ მულტივექტორულობა აქვს, მულტივექტორ. ოღონდ ამათ ჩემი მოსაზრებით კი მოდი შევფიქრებად კაც. მულტივექტორულობაც კი საკამათო, მაგრამ არ გამოსდით.
იმიტომ რომ ცალსახად ეს გამოსდით არა, იმიტომ რომ არ ახორციელებენ. არ აკეთებენ ამას. ეს თვალში ნაცრის შეყრაა ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათთვის, ვისაც უნდა რომ ირწმუნოს და დაიჯეროს, რომ ეს მრავალვექტორულ დიპლომატიას ახორციელებს და აწარმოებს, როდესაც სინამდვილეში ევროპულ კავშირთან და ევროპული კავშირის წევრ ქვეყნებთან გაჩაღებული აქვთ რეალურად სამკვდრო სასიცოცხლო ომი ლანძღავენ ესე ვთქვათ სრული ნეგატივით მუშაობენ ეს პროპაგანდა გაჟღერებულია თავიდან ბოლომდე და მათ რიგებში უმაღლესი რანგის მოლაპარაკეთავების მხრიდან ეს ძალიან ნიშანდობლივი და ძალიან ხელშესახები სიგიჟეა მაგრამ თქვენის დებართვისობით ამას ჩინეთთან თუ აქვს თუ აწყობს ურთიერთობას ამერიკის შეერთებული შტატები მე რატომ არ მაქვს უფლება ამას ხსენებული ბოჭორიშვილის თუ არ ვწდები მაგრამ სხვებიც ამბობენ აი თქვენ დიპლომატმა მათ ნაკლებად დიპლომატებს ან დიპლომატებს თუ გლებათ ხარ და აუხსენით რა სხვაობაა შტატებსა და საქართველოს ურთიერთობებს შორის ერთ მნიშვნელოვნად თან უნდა ითქვას რომ ბევრი კომპლექსურად რომ შევხედოთ ხო საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველმა ოცნებამ უფრო სწორედ ეს განადგურა და ჩამოშალა თავიდან ბოლომდე ეს სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა რაც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ძალიან ისეთი უსვინდისობა არის იმის საუბარი რომ სუფთა ფურცლიდან თავაზობთ ურთიერთობების დაწყებას რას ნიშნავს სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყება, როდესაც და ცარიელა ქაღალდი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული თანამშრომლობა. თქვენ ახსენეთ ძალიან სწორად და ზუსტად საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში, საქართველოს საზღვრის დაცვის დაფუძნებასა და აღმშენებლობაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს შესრულებული საქართველოს გავლით რომ სტრატეგიული პროექტები ხორციელდება მილსადენებს გულისხმობა ბაქო-თბილისი ჯეიხანს და ბაქო-თბილისი ერზრუმი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სერიოზულესი როლი ითამაშეს ხო არ მიხსენები არაღიარების პოლიტიკა მივდიოდი მან და რომ საქართველოს რომ არ აქვს ასე ვთქვათ საქართველოს ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს რომ არ აქვს აღიარება და რუსეთმა იცით კარგად რომ ძალისხმევა არ დაიშურა იმისთვის რომ მიეღწია იმ დონეზე მაინც როგორც იყო თქვათ იგივე კოსოვოსთან დაკავშირებით ეს აღიარება ამერიკის შეერთებული შტატების როლი უსერიოზულესია კლავები დაკაპიცებულები იბრძოდნენ ამერიკელი დიპლომატები და ამერიკელი პოლიტიკოსები რომ ახლა მხოლოდ უგო ჩავესი ბაშარ ალასადი ხამასი და ერთ-ერთი კონძულოვანი სახელმწიფო რუსეთთან ერთად აღიარებენ ესე ბაშარ ალასადი ამას ვამბობ ზუსტად დიახ და ამერიკის შეერთებული შტატების როლი იმაში რომ საქართველოს როგორც მოყვარე დამოუკიდებელმა ძლიერმა სახელმწიფომ საკუთარი პოზიციონირება წლების მანძილზე შეძლო და მოახერხა ძალიან დიდია ამერიკის შეერთებული შტატების როლი. ჩინეთთან დაკავშირებით თულად წარმომიდგენია მართლა ჩინელების ღიმილი, როდესაც ირაკლი კობახიძე საუბრობს ჩინეთი როგორც ტოლს სწორ თანასწორ პარტნიორს მასე აღვიქვავს და ყოვლის მომცველ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გადავედითო, გაძლიერდა. მეგონი არც გაძლიერდაო ეს ფაზა ყოვლის მომცველ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გადავიდა. ყოვლის მომცველ სტრატეგიულ თანამშრომლობაში შეიძლება მართლაც გადავიდეს
ქუჩაში სათვალთვალო კამერების დამონტაჟების თვალსაზრისით ქართველი ბავშვები ივლიან ჩინეთში შეკერილი ფორმებით და არ ვიცი ახლა ქართულ სახელმძღვანელოებზე შეიძლება ჩინური სიბძნეები იყოს რომელიც წინვალია და გადასარევია რა თქმა უნდა და ესეც ასევე ასეთი ტიპის განცხადება რომ რატომ არ გვაქვს ჩვენ ასეთი ურთიერთობების უფლება ჩინეთთან ურთიერთობების უფლება წინამდვილეში თუ ჩვენ საუბრობთ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაქვთ ხო გასაგებია ნორმალურია მაგრამ ჩინეთი თავის ამერიკულ შავსიაში მოხვედრილი ჩინური კომპანიით რომელსაც აქვს პრეტენზია რომ ააშენოს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი იქნება სტრატეგიულად საქართველოსთვის და არა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მხოლოდ პირველ რიგში სტრატეგიულად საქართველოსთვის იქნება ძალიან სახიფათო ძალიან წამგებიანი ძალიან სარისკო იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მსგავსი ტიპის ასე ვთქვათ ინტერვენციები, ჩინური ინტერვენციები და არა ინვესტიციები სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების უმძიმეს გამოცდილებაში, სადაც კაბალური კრედიტები და შეთანხმებებით ხდება წარქმევა ამ ინფრასტრუქტურის. ეს ერთი. მეორე ჩინეთი კომუნისტური პარტია ძალიან შორს არის დემოკრატიული ტიპის მმართველობისგან ქვეყანაში და საზრისით მაინც სამაგალითო ვერ იქნება ადამიანის უფლებების კუთხით ნამდვილად ვერ არის სამაგალითო ერთმნიშვნელოვნად გამოხატვის თავისუფლების კუთხით ნამდვილად ვერ არის და დემოკრატიზაციის და დემოკრატიული მართვის ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის კუთხით ნამდვილად ვერ არის საიმედო და ტოლსტოი და თანაბარი პარტნიორი. აი დემოკრატიაზე გამახსენეთ. საუბრის დასაწყისში თქვენ აბსოლუტურად მართებულად გაიხსენეთ პოლიტპატიმრები და სინდისის პოლიტიკოსი პატიმრები და სინდისის პატიმრები, მათ შორის ახსენეთ უშუალოდ ელენე, თქვენი და ჩვენი მეგობარი და ასაკვირველია თანადგომა. ამერიკაზე არსებობს დღევანდელ ამერიკაზე არსებობს ამგვარი იმაიც გონია რომ სტარის დღევანდელ ადმინისტრაციას რასაკვირველია სტარი სტერეოტიპი რომ მათ არ აინტერესებთ ადამიანის უფლებები სხვაგან თავარი არის ამერიკის ინტერესი როგორც ასეთი მე დავეთანხმები ამ მოსაზრებას მათ ნაკლებად აინტერესებთ ვიდრე დემოკრატებს აინტერესებდათ მაგრამ ასე უგულებელყოფილი მათ დღევანდელი ადმინისტრაციისთვისაც კი არ არის უფლებები. ბელარუსს გაგახსენებთ, ტრამპი იღებს ტელეფონს, ურეკავს ბევრად არანაკლებად ადეკვატურ ლუკაშენკას, რომელიც ადეკვატურია იმ მომენტში, ამასაც ვიტყვი, ლუკაშენკას ხო არ მივტირით ჩვენ და არ ვაკებთ. მაგრამ ადეკვატურია ეს ლუკაშენკა ბაჭკა პასუხობს, მე ხა ცხადია ეს პერფორმანს ვაკეთებ და ასე პირდაპირ მნიშვნელობით არის. ბაჭკა ლუკაშენკა პასუხობს რომ გაანთავისუფლებს ამდენ და ამდენ პოლიტპატიმარს და მაგრამ ტრამპის ქმედებაა თავად საინტერესო გაანთავისუფლე ძევლები პოლიტპატიმრები. არასწორი სტერეოტიპია ხო ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციაზე რომ ამა თუ იმ ქვეყანაში მიმდინარე შიდა პროცესები მისთვის უინტერესოა. არც ერთ შემთხვევაში არ არის უინტერესო ნამდვილად შეიძლება იმაზე შევთანხმდეთ მართლაც რომ ახლა რა ქვია პირველი პირისგან კონკრეტულად და მოქმედი ადმინისტრაციისგან შეიძლება არ იყოს ასე დღენიადაკ ასე ვთქვათ მოთხოვნები ხო დემოკრატიულ გზაზე საქართველოს დაბრუნების ეს მნიშვნელოვნად მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს თუნდაც გასული წინა ადმინისტრაციის პირობებში სანქცირებული ყავთ ბიცინა ივანიშვილი სულ ავიწყდებათ ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ყავს სანქცირებული ძალოვანი მაღალ ჩინოსნები უმაღლესი და მაღალი რანგის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები ყოფილი რომელიც
ჩართული იყო ადამიანის უფლებების, ასე ვთქვათ, ბრუტალურ დარღვევაში და მოქმედ ადმინისტრაციას ეს სანქციები არცად არ წაუღია და არ გაუქმებია. მე მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი მიზეზიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიძინა ივანიშვილის ხედვით დანახული გადმოსახედიდან დანახული დაალაგების სამიზნე, ესე ვთქვა და მიზანი არის, რომ ამ სანქციების კუთხით თავი გაითავისუფლოს და აიხსნას და მომავალი საფრთხე მოიხსნას, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შოკში ჩააგდო ვლადიმერ პუტინი და რუსეთის სხვა მისი მოლაპარაკე თავები ხელმძღვანელებს რო უწოდებენ თავის ლავროვი და პესკოვი და ვიღაცები, როდესაც დაასანქცირა რუსული ნავთობ კომპანიები. ახლა აღადგინა ეს სანქციები ირანის ომის იქ შეჩერების შემდეგ და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო შორს წავა ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთზე წნეხის განხორციელების კუთხით და ამ თვალსაზრისით ივანიშვილს მართლაც არ აქვს ესე ვთქვათ მოდუნების რა ქვიათ ამ წუთას რეალურად შესაძლებლობა, იმიტომ რომ რა იქნება ამერიკის შეერთებული შტატებიდან მან იმუშავა მიმართულებით ემისტრების მეშვეობით იმუშავა თავი დაიხსნა მეგობარი აქტისგან რეალურად, მაგრამ ამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიღებული არის დავალება, რეზოლუცია, რომ შესწავლილ იქნას ჩინეთთან და ჩინური და ირანული, ესე ვთქვათ, გავლენების კუთხით საქართველოს მდგომარეობა. ესეთი რაღაცების შემთხვევით არ ხდება. ძალიან სერიოზული კონგრესმენები, სენატორებიც ახლა მასხრად იგდებენ ეს შეხვდა, თუ გუშინ შეხვდა კონგრესმენ ვილსონს და ეს რეალურად არის ისევ და ისევ საკუთარი მხარდამჭერებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, იმიტომ რომ იგივე Frontera Resources მეშვეობით იქ ლობირება ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არის სამუდამო და არ არის ყოვლის შემძლე. ამიტომ ქართული ოცნება ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტშია Deep State გამაგრებული და გაძლიერებული, როდესაც ის და მით უმეტეს, როდესაც ძიმე აცტენები დაემართათ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან დაკავშირებით, ის ფაქტიურად ტყილში დაადანაშაულეს. ძალიან ძიმეა. ხსენებული კონგრესმენი ვილსონი, არ ვიცი, ცხადია, რამდენი წუთიანი აუდიენცია ჰქონდა მას პრეზიდენტ ტრამპთან, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ იმ რაღაც უხეშად 20 წუთის განმავლობაში, ნახევარი საათის განმავლობაში საკუთარი კუთვნილ დროს, რაც ვილსონმა გამოიყენა პრეზიდენტ ტრამპთან, ფოტოს გავრცელდა ამ შეხვედრისა, დიდ ნაწილს ყოველ შემთხვევაში სწორედ ისაუბრებდა ჩინურ, ირანულ, რუსულ გავლენებზე. აქ ამ ქვეყანაში ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტრამპი პირდაპირ მნიშვნელობით ხვალ გამოვა და საქართველოზე თუ ივანიშვილზე გააკეთებს ან უმკვეთრეს განცხადებას, მაგრამ არ ნიშნავს. მაგრამ იმას კი ნიშნავს, რომ ხსენებული აქტი, რაც ბატონმა ალექსიმ ახსენა, უკვე ზედაპალატაში შეიძლება დაჩქარდეს. დიახ. ეს ნიშნავს იმას, რომ ხსენებული მარკო რუბიო ან სხვა პირი, მაგალითად კარაფანოს მესიჯები იყო, ეხლა აღარ ჩაუღრმავდები თქვენის ნებართვით, კიდევ უფრო ხშირად, არ კიდევ ვეთრად ილაპარაკებენ. იტყვიან, რომ იპოდრომზე აქედან ამ შენობიდან და რაღაც 448 მეტრში რაღაცა ტრამპ თაუერი რო შენდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ რაღაც საუკეთესო ქვეყანა ხართ, ან პროამერიკული ქვეყანა ხართ და ასე შემდეგ. ირანზე გკითხავთ და მე გადავიდეთ უკრაინაზე. მე ჩემს ედიტორიალში განვავითარებ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სომხეთს უკვე აქვს თავი ქუდში. იმიტომ ანუ ხსენებული ტრიპი, ხსენებული NVIDIA-ს ინვესტიცია, სხვა პროექტები, რომლებზეც არც ხსმენია, ამაღლა თქვამია, მაგრამ იქ არის ევროპული პროექტები, ორ თვეში ერთხელ ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში ჩადის და ბაქოში ჩადის. ხო? საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს ასე სატირალში ჩასვლის უფლება
ნაკლებად ქონდა. ის შეიძლებოდა შემოფარგლული იყო თუ მაინც და მაინც. ზუსტად ისე იმით ირანის უშუალო მეზობელი აზერბაიჯანი შემოიფრაგლა, ალიევი მივიდა ბაქოში და ირანის საელჩოში გააკეთა ჩანაწერი. თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით? ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ორი ხელით შემოგიერთდეთ მოსაზრებასთან დაკავშირებით რომ სომხეთს უკვე თავი ქუჩი აქვს ჯერ ცოტა შორია თავი ქუჩი მოკალათებამდე მართალია პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი რომელიც ისტორიულ როლს თამაშობს და შევიდა უკვე სომხეთის ისტორიაში უსერიოზულეს და უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგავს სწორედ რაც რომ ზუსტად აბსოლუტურად სწორად ბრძანებ დეიზოლაციის კუთხით და მიმართულებით და ევროპასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ ვადევნებთ თვალყურს რომ რუსეთმა თავისი ყველა რესურსი ამ ეტაპზე წინასაარჩევნოდ გამოიყენა, შეაჩერა სომხური პროდუქციის გაყიდვა, რეალიზება, უამრავი ტროლბოთ და მთელი ქარხანა და პროპაგანდისტული მანქანა მუშაობდა ნიკოლ ფაშინიანის და მისი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ, რათა დამარცხებულიყვნენ ისინი, მაგრამ სომხეთის ამ საზოგადოებას, სომეხ ერს აღარ აქვს სურვილი რომ იყოს რუსეთის გავლენის ქვეშ რუსეთის უკანა ელოდები არ გამორიცხავთ მე არ გამორიცხავ უბრალოდ რუსეთი ეხლა არის ჯერ კიდევ უფრო მეტად იქნება ასე ძალიან დასუსტებული თორემ სამხედრო ბაზას რომ თავი დავანებოთ, რომელიც ასევე ძალიან დასუსტებულია. სამხედრო ბაზას რომ თავი დავანებოთ, ბერკეტები კიდევ აქვს რუსეთს ეკონომიკურ ბერკეტებს გულისხმობ, რომელიც შეიძლება სერიოზული დესტაბილიზაციის კერა და წყარო გახდეს. ენერგეტიკის სფეროში, ტრანსპორტის სფეროში იგივე რომ ავიღოთ მაგალითად ის რკინიგზა რომელსაც ტრიფი დაერქვა ის რკინიგზის თანამეპაჰიე თანამფლობელი არის რუსეთის რკინიგზა რომელსაც ასევე სთავაზობენ რომ მიიღოს მონაწილეობა ამ რკინიგზის რეაბილიტაციაში და განახორციელოს ინვესტიციები. აი, როდესაც რუსულ რკინიგზას, რუსულ ენერგოკომპანიებს, რუსულ სატელეფონო საკომუნიკაციო კომპანიებს, რუსეთის მომპოვებელ კომპანიებს შეუმცირდებათ როლი და გავლენები სომხეთის ეკონომიკაში, მე შეიძლება უფრო ვილაპარაკოთ, რომ სამშვიდობოს გავიდა. მაგრამ აბსოლუტურად კიდევ ერთხელ გავიმეორებ. რაც თქვენ აბსოლუტურად ზუსტად ბრძანეთ. სომხეთის არის მეზობელია ერთი საერთო საზღვარი აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იმ პროექტმა უნდა იმუშაოს ირანის საზღვრიდან 100 მეტრის მოშორებით 3 თავად სომხებიც ამას ამბობენ და ღიადაც ამბობენ რომ თქვენ საქართველო ხართ ჩამოყალიბებულად ევროპული ქვეყანა, ევროპული ერი და ეს გეზი რომელიც არჩეული გაქვთ ევროპულ კავშირსა და ნატოში ინტეგრაციის და დამკვიდრების ჩვენგან განსხვავებით თქვენი ევროპულობით აიხსნება უფრო მეტ წილად. ჩვენ თავს, ჩვენ იდენტობას შუა აღმოსავლეთის მიკუთვნების კუთხითაც განვიხილავთ და ბევრ სომეხს რომ მკითხოთ ის არ არის ასე ჩამოყალიბებულად ევროპელი და პროევროპელი, იმიტომ ის ამბობს რომ მათ აქვთ შუა აღმოსავლური იდენტობა, მათი იდენტობის ნაწილია და შესაბამისად ამ თვალსაზრისით ჩვენსა და სომხეთს შორის ამ მხრივ ძალიან დიდი განსხვავება ჩვენ სასარგებლოდ ხო? რა თქმა
რა თქმა უნდა, ერთ მნიშვნელოვნად და სომხეთის იქ ხელისუფლება, მოდი ამ სიტყვას შევლიებ თქვენი სტებართვით. იქ ხელისუფლება არის ადეკვატური, აქ ხელისუფლება არაადეკვატურია. ეს ალბათ სწორი ერთსიტყვიანი განსაზღვრება თუ გჭირდება რამის, ხო? ну სხვა სიტყვების ხელება, სიამოვნებების თუ სხვა სიტყვების მოშვება, მაგრამ სომხეთის ხელისუფლება მოდის მართლაც სომხეთის ეროვნული სტრატეგიული ინტერესებიდან. ქართული ოცნება გამოდის ქართული ოცნების და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებიდან. აი ეს არის სტრატეგიული განსხვავება. 2013 წელს თქვენ სახელმწიფო მინისტრი ხავით მაშინ გახდით. უელსში გაიმართა ნატოს სამიტი 14-ში. 14-ში. დიახ, 2014 წელს. უნიკალური სამიტი იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ წინ წავიწიეთ კიდევ დამატებით 2008 წლის შემდეგ ბუქარესტის სამიტის შემდეგ ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბავი იყო და ასე შემდეგ და ასე. მაგრამ აი ამ 12 წელიწადში 14-დან 26-მდე ჩვენ გავიცადეთ საოცარი არ ვიცი ეს სიტყვა რეგრესის სწორია თუ არა. მოგეთ უკანა დავიხიეთ. დიახ. მალე ერთ კვირაში 8 დღეში გაიმართება ნატოს მორიგი სამიტი. დიახ. სადაც საქართველოს არ ფიგურირებს. ბოლო დეკლარაციებში საქართველოს გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ესეც კი არ ანიშვიათად ჩაიწერება ხოლმე. არა და ასპირანტი ქვეყანა ხარ, არა და ამაყობდი და ამაყობ, რომ შენი ჯარი ნატოს სტანდარტებს შეესაბამება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველ ყოვლისა ცოტა ზოგადი კითხვა, მაგრამ მაინც რა მოლოდინებია ანკარის ნატოს სამიტიდან უკრაინაზეც გადავიდეთ ბარემ და უკრაინის კონტექსტში. პირველი და უმთავრესი სწორედაც რომ რაც შეეხება ანკარის სამიტს და უკრაინას მოლოდინი მაქვს სურვილი, რა თქმა უნდა, მიდის ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები, რომ ნატომ მიიღოს როგორც ორგანიზაცია გადაწყვეტილება მიიღოს დამატებითი ფინანსური და სამხედრო 40 მილიარდზე ლაპარაკობს. სამხედრო მხარდაჭერის შესახებ სერიოზული და მძიმე მოლაპარაკებები მიდის. სხვათა შორის ამ მიმართულებით ამ დროს სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, მისი ევროპელი წევრი ქვეყნები პრაქტიკულად ერთსულოვნად აცხადებენ, რომ უკრაინის გამარჯვება არის ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უკრაინის უსაფრთხოება არის ევროპის უსაფრთხოება. რეალურად უკრაინას ყავს ევროპაში ყველაზე ძლიერი შეარაღებული ძალები. უკრაინამ დაამტკიცა რომ აი ზუსტად დრონების ვარჯიში უკრაინამ რამდენიმე 1000-ზე მეტი თუ არ ვცდები ნატოს წევრი ქვეყანა ერთად აღებული დაამარცხა გამანადგურებელი ანგარიშით რეალურად და გარდაუვალია ეს ფაქტი რომ უკრაინა შედგება და გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო აუცილებლად ეს შეიძლება ამ სამიტზე არ გადაწყდება ერთმნიშვნელოვნად ომის დასრულების შემდეგ აუცილებლად დადგება როგორც ევროკავშირის ისე ნატოს მიმართულებით ერთმნიშვნელოვნად როგორც ევროპული კავშირის ისე ნატოს წევრი სახელმწიფო აქ ცხადზე ცხადია რომ საქართველოს უნდა აუცილებლად უნდა გახდეს აი ამ ფანჯრით ესე ვთქვათ მოსარგებლე. მე ძალიან ოპტიმისტური ხილი ოპტიმიზმი მაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ მაქვს მოლოდინი რომ რუსეთის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესისკენ წავა. ერთი სიამოვნება ბენზინის რიგებში მოჩხუბარი ქალების და ამრების და ერთი სიამოვნება, როდესაც ლენინგრადი იღვიძებს დილას დიდი შავი კვამლის ასე ვთქვათ ბოძებით და გაგიზგიზებულია ფეხბურთის ნახვა თუ ვერ მოასწარი
მეტად ღამის 4 საათზე რო ვარ მე რაღაცა ვიდრე ფეხბურთის ანგარიშს ნახავ მანამდე ნახულობ ლენინგრადის და არა პეტერბურგის საოცარი კადრები მოდმივად და რეალურად თავადაც აღიარებენ რომ უსერიოზულესი დარტყმა ეს როგორი სწორი გადაწყვეტილება იყო სამხედრო სპეციალისტი ყავდა სამხედრო იარაღების სპეციალისტი გიგა ინაშვილი რომელმაც ძალიან ზუსტად თქვა შეიარაღების მხოლოდ შეიარაღების ასე ვთქვათ ობიექტების საწყობების ეს განადგურება და ბომბა შეიძლება ისეთი შედეგი არ მოეტანა როგორც არის ამ ნავთობ გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის 22.7 მილიარდი დიახ ხო განადგურებული დიახ ხო პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაადასტურა რომ განადგურებულია აი ესეთი მოცულობის და ის ზეიმი რომ რუსული ნავთობი მილიარდები შედის ირანში მიმდინარე ომის შემდეგ ძალიან ხანმოკლე და ესეთი შაშხამებული აღმოჩნდა რეალურად. აი კუთხეში მიმწყდეული ვირთხა ან თუ გნებავთ რამე ცხოველის სახელი არ მოვიფიქროთ მისთვის მოკლედ ეს დათვი რომელიც ოდესღაც ყველა სხვა ცხოველი მენანება და მეწოდება ვირთხაა დიახ კუთხეში მიმწყდეული ვირთხა ვინც ის და იქნება აგრესიულიც კი ამგვარი მოსაზრებაც არსებობს და არ ვიცი გაიცანით თუ არა არაგანოვის ასე მაგალითად პოზიციას რომ ჩვენ დავიწყებთ სერიოზულ ომს და სერიოზული ომი ოდენ ტაქტიკური ბირთვული ბომბის ჩამოგდება კი არ იქნება რომლის რაღაც რადიუსი თუ რაღაც არის 1394 მეტრი კილომეტრი უკაცრავად არამედ საერთოდაც ვაშინგტონს, ლონდონს ან ბერლინს დავემუქრებთ. ამაზე ლაპარაკობს რუსული მედია. მე მგონია რომ ეს არის ბლეფი. პერსონალურად ჩემი აღქმა, მაგრამ მე არაერთხელ შემწდარ ვარ, მაგალითად მეგონა რომ რაღაც 2023-ში გაიმარჯვებდა უკრაინა. ადამიანები ვართ ცდებით, ხო ხანდახან არ ცდებით და ასე შემდეგ. რატომ ვერ წავა? ნახეთ ფორმულირება, რატომ ვერ წავა ამაზე რუსეთი? პირველ რიგში ეს შეეხება ეს არის ბლეფი რომელიც უკვე თავად რუსებისთვისაც კი ღიმილის მომგვრელია ეს ბრახაბრუხი პიანი ძიმონად წოდებული დიმიტრი მედვედევის ოღონდ არავის ეგონოს ეს მედვედევი მართლა ზის ბოთლი არყით და კომპიუტერის კლავიატურით და აცხობს ამ სტატუსებს ეს არის რუსული პროპაგანდის ესე ვთქვათ და რუსული შანტაჟის ინსტრუმენტი 2023 წელს შეიძლება დიდი რამეები მომხდარიყო რომ არა დემოკრატიული ადმინისტრაციის წამოგება ამ შანტაჟზე ზუსტად როდესაც რუსები დახურულ კარს მიღმაებნებოდნენ რომ ჩვენ გამოვიყენებთ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს სამხედრო თვალსაზრისით ეს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება არავის უნდა ეგონოს რომ შეწყდება ამის მოგების გარანტიას კი არანაირად არ იძლევა ჯერ ეს ერთი და მეორეს ერთი ამ ტაქტიკური ბირთვული იარაღის და გადაწყვეტილების ცენტრების მისამართით ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება კი მივალ მანდატს ეს სინამდვილეში პირველი ვინც საკრძალული აქვს რუსეთისთვის ამის გაკეთება ეს არის ჩინეთი ღიად დააფიქსირა პრეზიდენტმა ში ძინპინმა ასევე ღიად დააფიქსირა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ და ასევე რეალურად ძალიან კარგად იციან რომ სერიოზულად ვიომებთ ნატოს წინააღმდეგ მართლა ღიმილის მომგვრელია სინამდვილეში იმიტომ რომ ახლა უკრაინის არმიასთან ერთად პოლონეთის არმიასაც კი ვერ გაუმკლავდება მართლა მოსკოვში შევლენ საბოლოო ჯამში. არა, მოსკოვში შევლენ და არ გიხსენებია იაპონია და მე ვახსენე ვიდეო ბლოგში რამდენიმე ერთმნიშვნელოვნად. აი 4 კუნძულს აღარ დავასახელებ ახლა მინიმუმ. ერთმნიშვნელოვნად. იაპონია მე მოახდეს ინტერვენციას. დიახ, და ეს იქნება რუსეთის მართლა განადგურების ტოლფასი. ახლა სინამდვილეში შეიძლება
ბერი მარაზმატიკი პუტინი დასრულდეს, დამთავრდეს, ცვლილება განახორციელონ და სულები გააკეთონ სინამდვილეში. მაგრამ ეს მუქარებად დარჩება ერთი ჩვენ ნახეთ მათ მიერ წყალსაცავის დაბომბვის და მოშლის შედეგად მათ იმედი ჰქონდათ რომ უკრაინას შიმშილის ზღვარზე მიიყვანდნენ და მოარღვევდნენ და ჩამოშლიდნენ უკრაინას. ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა პუტინის იყო იმ ილუზიაში ცხოვრება, რომ უკრაინელებს 3 დღეში, აი 3 კვირაში, 3 თვეში, რომ მოლოდინი ქონდა, რომ ხარკივს, დნიპროს უკრაინული რუსულენოვანი მოსახლეობა პურით და მარილით დახვდებოდა რუსულ ჯარებს და რუსულ ტანკებს და თავპირი ამტრიეს ზუსტად იმ 11 მილიონმა რუსული წარმოშობის უკრაინის მოქალაქეებმა და გაიზარდა 100%-ით მათი უკრაინულ ერთან გაიგივება და მიკუთვნება და საოცარი მომავალი აქვს რეალურად უკრაინულ ერს. უნდა რომელიც დაიწყება საერთოდ უნდა მე არ დამაკმაყოფილებს. მაგრამ კითხვას დავსვამ ამ. დიახ. ისარგებლებს თუ არა უკრაინის გარდაუვალი გამარჯვებით საქართველო. უნდა ისარგებლოს მესმის ეს არის რაღაც კლასიკური პასუხი, მეც ასეთ პასუხს გავცემდი თქვენს გარკვეულზე მაღალი ალბათობით, მაგრამ აი ავტომატურად გვესხმება თუ არა, გადმოგვედება თუ არა ეს გამარჯვება. რუსეთი დასუსტებული. რუსეთი რომელიც ხინვალის რეგიონის ანექსიასაც არ გამოვრიცხავთ ხო მისგან, ანუ სამხრეთოსეს რო უწოდებს დავად. აი რა კავკასიაში შემოსვლა უნდა ბევრ სომხეთში რაღაც რევანშისთვის ვინც ის და ემზადება თქვენ ბრძანეთ და მეც გითხრათ. მაგრამ მეორე მხრივ მარცხ ხდება NPZ-ების ან ნავთობგადამამუშავებელი პეტერბურგი იწვის, მოსკოვი იწვის, კრემლში. მოედანზე არ არის გამორიცხული მართლა ჩამოვარდეს ეს უპილოტო საოცარი დრონი 2-3. რომ კონდეთ სამიზნით წითელი მოედანი და ამ სურათის ნახვას მოუთმენლად ველოდებით და მოვესწრებით, მაგრამ არ არის ახლა ეს სამიზნე წითელი მოედანი და ვლადიმერ ილიაზე ლენინის გვამი გამოთრეული იქიდან. ამის ისარგებლებთ საქართველო არსებული ქართული ოცნების პირობებშიც კი ქართული ოცნების პირობებშიც ქართული ოცნება იძინა ივანიშვილი შეეცდება რეალურად პოზიციონირებას შეეცდება იმიტომ რომ სინამდვილეში მას სერიოზული დაფიქრება მოუწევს თავის გადარჩენასთან დაკავშირებით და ის შეეცდება აუცილებლად შეეცდება რომ ძალაუფლების შენარჩუნების კუთხით გადალაგდეს, გადაეწყოს უკრაინასთან, ევროპასთან, ევროპულ კავშირთან და მით უმეტეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მაგრამ ეს გარდაულად გამოიწევს ივანიშვილის და ქართული ოცნების ძალსახად ბატონებთან საერთოდ სერიოზული აღქმა არ მაქვს მათი, იმიტომ რომ ივანიშვილი მართავს ქვეყანას ერთმნიშვნელოვნად და ბევრჯერ გამოჩნდა ეს. ივანიშვილი შეეცდება, მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ქვეყნის ესე ვთქვათ შებრუნება შეტრიალებას არა იმიტომ რომ ის აქტოვანებულია საქართველოს ევროპულ კავშირში გაწევრიანების იდეით არა იმიტომ რომ მას გაუნაცდება რომ უნდათ ამერიკელებს რა თქმა უნდა აბა არ უნდათ შავ ზღვაში უბრალოდ მას დაჭირდება და არ გამორიცხოთ რომ ძალისხმევა დააკლოს უпростоრედ ძალისხმევას არ დააკლებს და ევროპელები რამდენად მიიღებენ ასე ამ ვერსიას ამდობა დაკარგულ კაცს ამ ვერსიას ხო აი აქ არის რეალურად საფიქრალი მაგრამ ავტომატურად რა ახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ავტომატურად ამ დედამიწაზე არაფერი არ ხდება და საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლაც ავტომატურად
თან სიტყვა ავტომატურთან არ იგივდება და სინამდვილეში ხო ჩვენ ხედავთ რომ საქართველოს მუდმივად თავისი არსებობის მანძილზე უწევდა ბრძოლა საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის თუ პოლიტიკურად თუ იარაღით და ასე შემდეგ და აუცილებლად საბრძოლველი იქნება იმიტომ რომ ევროპაში არიან ბევრი რომელიც ამბობს რომ კარგით რა დავიღალეთ ევროპაში კი ჩამოყვანილი ჯეფრი საქსი ნობელიანტი კაცია ჯეფრი საქსის ებრები ხო ჯეფრი საქსის შეფასებას თავს არა მე საერთოდ ალექსი მეტრიაშვილი ჩემი სტუმარი უღრმესი მადლობა